სახალხო კონტროლის Facebook გვერდზე ხშირად მიგვიღია წერილები კაფეს, რესტორნის, საცხობის, საკონდიტეროს თუ სხვა კვების ობიექტის მომხმარებლისგან. ეხლა გაგვიკვირდა, იმიტომ რომ მივიღეთ წერილი სასტუმროს მომხმარებლისგან. გთხოვდა გვენახა სასტუმროს რესტორანი. მოვედით ამ სასტუმროში Residence Plaza თბილისში, ეს არის აეროპორტის გზატკეცილის დასაწყისში და მოდით ვნახოთ სასტუმროს რესტორანი. რატომ არა? იქნებ ლამაზი ვიტრინების უკან რა იცი, რა იმალება. ეს არის სამრეცხაო, ხო? ჭურჭელი საიდან შემოდის? აქედან, ხო? აქედან შემოდის. საჭმელი საიდან გადის? აქედან? აქედან და ასე და შემოდის ასე. ჯვარედინის რისკი მაინც არსებობს, იმიტომ რომ საიდანაც შემოდის ჭურჭელი, იქედან არ უნდა გადიოდეს საკვები, მაგრამ ეხლა პრინციპში აქ მე რა უნდა გადავიღო, რა უნდა ვნახო, მითხარით, აი ლიზა იქეთ არის და უკვე ფოტოებს იღებს, ნახეთ აი რა დღეშია, შეხედეთ, აი ვიღაცაებს აჩვენებს რაღაცაებს, ჭკუაზი არ არის, სანამდე ჩვენ შრომობთ და მე იტყვის რომ ერთნაირად შრომობთო. არ შევარგე. ყველგან აბსოლუტურად უჟანგავია და ეს ძალიან მომწონს. არაჩვეულებრივია, იატაკი კარგად არის გაკეთებული. ჭერი ნახეთ, აი იდეალურია, არანაირი ცვენა, ეს უბრალოდ ოდნავ წამობერილია და ეს არაფერი არ არის. ყველგან აბსოლუტურად ყველა კუთხე კუნჭული არის მოპირკეთებული და გასუფთავებული და სუფთა. რაც შემოვედი დავინახე რომ სხვადასხვა ფერის ისინია დაფები არის და ესეც არის ძალიან სწორი. ეხლა მითხარით, ესენი აი ლურჯი ფერი რისია? ბოსტნეულის, წითელი რისია? ხორცის. მაშინ კიდე ერთი რამე მითხარით, აი ხორცი რაც არ უნდა კარგად გარეცხოთ და ოდნავ მაინც ცხიმი თუ დარჩა და ბოსტნეულზე რო შეეხება, დასაშვებია? არა, მაგრამ ეხლა ამოვიღე. კარგი. მაშინ მოდით რა ვქნათ, იცით? აი სადაც ამდენი გააკეთა და იდეალურია თქვენთან ყველაფერი, თქვენ ხელმძღვანელს ვთხოვთ და ესეთი დაფები ჩასადლაგებელი არსებობს და ძალიან მარტივად გადავჭრით ამ მიზერულ უმნიშვნელო პრობლემას. მაცივრები აი სუფთა არის. აი ნახეთ. იდეალურია ყველაფერი, მაგრამ აი ამასაც მიმიხედეთ. ნახეთ, საჯდება ჭუჭყი. ეს რა არის 25 11 და თან აი საათიც აწერია. ნახეთ, რამდენი აქვს შენახვის ვადა? 24 საათი შეგვიძლია შევინახოთ. 24 საათი იდეალურია და დროც გიწერიათ 12 საათი და 12 საათი და 15 წუთი. პრინციპში ყველაფერზე აბსოლუტურად საათობრივი ვადაც კი აღნიშნული და მითხარით, ყველაფერი 24 საათიანი მოვალ აუცილებლად. ყველაფერი საათობრივი ვადაა, ხო? გააჩნია საფიქრის გარდა კი. ეხლა რა მითხარით, ჰასპი დანერგილი გააქვთ? ეხლა ინერგება ჩვენთან. ინერგება ჰასპი. მე ვიცი რომ ეს მაცივრები თვითონ ინახავს ტემპერატურულ რეჟიმს, თვითონ აკონტროლებს, მაგრამ აი ძალიან კარგია რომ ჰასპი აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ თვალსაჩინოთ უნდა იყოს აუცილებლად, ნათლად უნდა ხედავდეს ყველა ტემპერატურულ რეჟიმს, რა დროს რა არის და მიკვლევადობისთვის ეს არის აუცილებელი. ნახეთ აი როგორ არის ჩაწიკწიკებული. მაცივრები ძალიან სუფთა მდგომარეობაში გაქვთ. აი კულერები სუფთა არის, ნახეთ, გაწმენდილია ყველაფერი აბსოლუტურად. აი დაჭრილ პროდუქციაზეც არის აღნიშნული ვადა. მადონა კოიძე გადამღები ჯგუფით უკვე რესტორანშია და რა თქმა უნდა შევიდა სამზარეულოში, მე კი მინდა ის გზა გავიარო, რომელსაც გადის რიგითი მომხმარებელი. აჰა, შევედით სასტუმროს ლიფტში. რესტორანი, მე-7 სართული. ავდივართ მე-7 სართულზე. ესეც ჩვენი კვების ობიექტი. რესტორანი, აი ამას ხედავს სტუმარი, როდესაც შემოდის ამ დარბაზში. სხვათა შორის წერილში ნახსენები იყო ეს რესტორანი, მაგრამ არ ეწერა რომ რაღაც ან ცუდად გვაჭამეს, ან არ მოგვეწონა. უბრალოდ იყო ინტერესი თუ რამდენად შეესაბამება ვიზუალი დარბაზის ვიზუალს სამზარეულოში. ჩვენ მოვედით და ამჟამად არაფერი არ ხდება, იმიტომ რომ დილის საუზმე უკვე იყო და ვახშამი, ანუ უბრალოდ საღამოს როგორც რესტორანი მუშაობს, ეს ობიექტი და ჩვენ აგერ ვხედავთ მუსიკალური კუთხეც არის. ჯერ არ გახსნილა. შესაბამისად ვხედავთ მხოლოდ ინვენტარს და ძალიან ლამაზია, გამოფენა მეგონა, რაღაც ესეთი არტ ობიექტები, აი თუნდაც ეს ველოსიპედი ურიკა
ძალიან ლამაზად არის ყველაფერი, მომხმარებელს ყოველთვის აინტერესებს. რა იმალება ლამაზი ვიტრინების უკან? ჩვენ ვაკმაყოფილებთ ამ ინტერესს. აი ეს არის კერძების კონტეინერები, ну გასაგებია, ეხლა არის სუფთა ყველა გაწკრიალებული, აი ეს არის დანა ჩანგალი, რა ვიცი, ყველაფერი რასაც აქედან სამზარეულოც ჩას, ყველაფერი რასაც ვხედავ მომწონს, ნახეთ როგორი ლამაზი საათია, სურათებია, აი ეს არის დარბაზი, ბარი, აი არ ვიცი, ყველაფერი გაპრიალებულია, ლამაზია. მოვედით როგორც ყოველთვის გაუფრთხილებლად და შესაბამისად არ ქონდათ დრო რომ დაელაგებინათ და ეთყობა ესე აქვთ ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისგებლობა სჭირდება სასტუმროს, იმიტომ რომ სტუმარი უნდა წავიდეს კმაყოფილი იმისთვის რომ მე შემდეგ ისევ დაბრუნდეს. ვუყურებ ჩემო ძვირფასო -18 და 1-ია და ეს რომ მაცივარი არ იქნება მესმის არაჩვეულებრივად არის ყველაფერი განლაგებული ოღონდ, მოდით ახლა მე და თქვენ ერთი რამ წავიკითხოთ. აი ამის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი მითხარით, რა ტემპერატურულ რეჟიმზე უნდა შევინახოთ? აბა ეს რა არის? პლუსზე უნდა იყოს. ეს მაგალითად ყველა ვარიანტში წყალს გაუშვებს, როდესაც გალღვება. რატო? იმიტომ რომ არ არის ეს გასაყინი პროდუქტი. შეინახეთ მაცივარში ამდენი მაცივრები გაქვთ. და საყინულეში არ შეინახოთ. გავაგზავნოთ თუ გადახედავთ. ეს გიქნათ საყინულე. იმიტომ რომ საყინულეში ხო არ ამოწმებთ ვადებს. აქ რა არის? აჰა, წვენები. ეს წვენებია, თქვენ წურავთ, კომპოტებს აკეთებთ თუ რა არის? ადგილზე ხარშად წვინვალი არის, ნატურალური ყველაფერი და ძალიან ლამაზად არის ჩაწიკწიკებული, ძალიან მომწავს წინილეული. აი, კერძებად ჩაწიკწიკებული ყველაფერი აბსოლუტურად ცალკე კონტეინერებში ყველას აბსოლუტურად ვადა აწერია და იდეალურად გასუფთავებული. არა, ძალიან მაგარი ქალბატონები ბრძანდებით და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ. მიხარია რომ ასეთ სისუფთავეში ხართ და მიხარია რომ აი ასე უვლით აქაურობთ. აი ეს რო არ ყოფილიყო, გულწრფელად გეუბნებით. მე თქვენ სტიკერს დაგიტოვებდით, ეხლა არ დაგიტოვებთ. ჩვენ ვართ ავლაბრის ზედა ნაწილში, უკვე აეროპორტის გზატკეცილი იწყება. აქედან ხედავთ ლეხ კაჩინსკის ყოფილი შავი ზღვის ქუჩას და აგერ ჩამოჯდები ლამაზად თან დედაქალაქს უყურებ, ტკბები ხედებით, თან სუფთა ხაერზე ხარ და აი თუ არ გეშინიათ სიმაღლის სიამოვნებით გადახედავთ ქალაქს და დატკბებით ჩვენი თბილისის ხედებით. აქ არის მცენარეები, რა ვიცი, რაც მე მომწონს, რაც არის თვალსაჩინო სტუმრისთვის, ყველაფერი ძალიან კარგია. მე როგორც ვიცი უკვე მადონამაც თითქმის დაასრულა თავისი ინსპექცია და შესაბამისად საერთო შთაბეჭდილება არის ძალიან დადებითი. ეხლა მინდა მენეჯერი გამოვიდა ჩვენთან და მინდა ვკითხო მენეჯერს. თუ არის საშუალება, რადგან უკვე სასტუმროს რესტორანი დავათვალიერეთ და პრინციპ ჩვენ სასტუმროს რესტორნები არაერთხელ დაგვითვალიერებინა, თუნდაც ახლახან ზაფხულში ვიყავით სურამში და სწორედ იქ ბავშვები ისვენებდნენ სასტუმროში და სასტუმროს რესტორანი შევამოწმეთ. მაშინ იმიტომ რომ მშობლები გთხოვდნენ ამას, რომ რასაჭვენენ ჩვენ ბავშვებსო. ანუ სასტუმროს რესტორნებზე მოთხოვნა არის საკმაოდ მაღალი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქნებ არა მხოლოდ რესტორანი, არამედ ნომრებით დავათვალიეროთ, რატომ არა? სამზარეულო ნახე ლიზა, ნუ შენ ხო იცი რომ მე შენიშვნების გარეშე არ შემიძლია. მე მომეწონა რესტორანი, მაგრამ ნახე, მოდი გავაკეთოთ ერთხელ მაინც და მე ვფიქრობ, რომ გავალთ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით და ნომერი მაინც ვნახოთ, რა ხდება ნომერში. ეხა თეთრეულში უნდა მაძრომდალო? კი, და არა მხოლოდ. ამას ხო შეუძლია სიახლეების გარეშე, მაგრამ ვინაიდან საახალწლო გადაცემაა და ბევრი ტურისტი იქნება, მოდი დაგიჯერებ. მოდი ვნახოთ. მოდის იყო მე რო არ გიჯერებ. კარგი. მაშინ ვთხოვოთ, რომ შეგიძლიათ გასაღები მომცეთ, რომელსაც მეორეზე ვარ, ტაფი არ გვინდა? აი ეს. 210.
209 თუ 209? კაი. ორივე გააღო. ორივე გააღო. ორივე გააღო. აჰა, ორივე გააღო. ხო და რა, მეტი ჩვენი რა მიდის, ორივე ვნახოთ, გადავწიოთ ფარდა. აჰა. აივანი და აი რა მაინტერესებდა, იცი, რამდენად გაწმენდილი იყო შუშები. არის გაწმენდილი. კიდე სუფთა იატაკია. ნახე თან რა არის, კარგი გარეთ რო არ ჩადაყარონ სიგარეტი. აი ნახეთ, ყველგან აბსოლუტო. ვაიმე, ნახე აუზიც ყოფილა, მაგრამ აუში წყალი არ არის. ქუთაისის ვარიანტია. გახსოვს ბავშვები რო ვარჯიშობდნენ და წყალი რო არ ჩაუსხეს აუში, მაგრამ ეხა სიცივია და ალბათ ზაფხულში არის წყალი, მაგრამ ამ წუთში არ არის. ეხლა და არისო, დარიო ყველაფერი. აჰა, თეთრეული. არა, მოიცა ბალიშებიც ვნახოთ. შემოწმება იყო. აჰა, ნახე. ეს ნახე როგორი სუფთა და გაწკრიალებული აქიდან. აი ეხა ყველა ბალიშებს ნუ იმას მიზამ. არა, ნახე როგორი კარგი. ეთყობა ახალია. მოკიდე, არ არის ახალი გაუთავებელი, მაგრამ ეს არ დავკარგო. მოკიდე ხელი. ერთი წამი. ძირს არ დავაგდოთ ეხა თორე გვცემენ. ისედაც ავრიეთ ყველაფერი. გადადევი ის ბალიში, ეს პატარა ბალიში გადადევი. მოკიდე ხელი, აფრიალ. აჰა. სუფთა, სასიამოვნო. აჰა. სუფთა. მატრასი მაჩვენე. უი, ესეც რა სუფთა. ბრავო. კატკათა. ეხლა წამო. საპირფარეში. მოდი საპირფარეში. ის მოდი მომეხმარე, შენი იდეა იყო. ეხლა და როგორც სუხო და იმასე მოკიდე ხელი და შემიმოწმე. ნახე, კარგია? სუფთაობია, რა გვინდა ეხლა სუფთაობია გწე. აჰა, მოდი აქ დავკიდოთ. მომწონს და ნიჟარები როგორ სუფთა. აი აქაც ვნახოთ, შემოანათეთ. ქვევითაც ნახე, სუფთა, კი ბატონო, უიტაზიც ვნახოთ. გახეხილი, გაწკრიალებულია. ამის ქვევითაც ვნახოთ, ესეც სუფთა. კარგია, საშხაპე. აი საშხაპეში ხშირად ძალიან, როდესაც ხვდები ნომერში, აი გული მერევა ხოლმე, აი აქ იცის ხოლმე თმებმა, მაგრამ აქ არც ერთი ღერი თმა არ არის და ეს რა თქმა უნდა მომწონია. აი ის ვადაგასული პროდუქტის ზევით რო არ ყოფილიყო, მე აუცილებლად აქ სტიკერს დავტოვებ. კარგი იდეაა და მომეწონა. დავამატოთ ჩვენ გადაცემას და სამომხმარებლო სფეროარი პირდაპირ სასტუმროები და მოდი ნომრები და კვების ობიექტებიც შევიტანოთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვწერენ ტურისტულ ზონებში, როდესაც სასტუმროებში არის მოუწესრიგებელი სიტუაციები და ჩვენ რატომღაც თავს ვიკავებდით, იმიტომ რომ მარტო ძირითადად კვების ობიექტებზე გვწერენ, მაგრამ დღეიდან იცოდეთ, რომ ჩვენ სასტუმროების რისხვაც გავხდებით.